მოგესალმებით. პირდაპირ ეთერშია Six-Men-ის პოდკასტი, რომელსაც უზრუნველყოფს გვერდ Six-Men-ის პარტნიორი მედია პლატფორმა LiveG. თქვენ გვიყურებთ სატელევიზიო ეთერში Sport HD2-ზე, ასევე Facebook პირდაპირ ეთერში Six-Men-ისა და LiveG-ის პირდაპირ ეთერებში. მე პაატა წამალაშვილი ვარ, პროექტის თანაწამყვანი, ასევე ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ვარდოსანიძე. როგორ ახარ თორნიკე? გამარჯობა პატა, გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე კარგად ვარ, რა გვიშავს, ვუძლებთ ამ მდგომარეობას ქვეყანაში და როგორც იქნა არის საღამო, ორშაბათი, ჩვენ ეთერში ვართ, მომენატრა. ეთერი და მე მინდა წარგიდგინოთ ადამიანი, ჩვენი სტუმარი, რომლის გამოც გადავეკიდე მთელ საქართველოს. რომლის გამოც ესე იგი ყველას ვუტკიცებდი რომ გივიკო ბაქრაძე რომელიც ახლა ჩვენთან არის სტუდიაში საქართველოს ნაკრებში დებიუტანტი არ არის. თურმე მე მახსოვდა ახალგაზრდული ნაკრებები სადაც გივიკოს ყველა ასაკობრივი რაც კი არსებობს მოვლილი აქვს და ძალიან მაგარი შედეგები ჰქონდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ვაღიარებ ხმამაღლა ხელები ამიწევია გივიკო ბაქრაძე. როგორ ახარ გივი? კარგად, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ერთ რაღაცას დავამატებ აუცილებლად, ჩვენ დავაანონსეთ გივი ბაქრაძე და ალექსანდრე ფევაძე. ანუ შეიძლება მაყურებელი რომ შეცდომაში არ შევიდეს, ალექსანდრე ფევაძეც არის ჩვენთან სტუმრად, უბრალოდ ის შემოგვიერთდება მეორე ბლოკში, ანუ ორ ბლოკიანი იქნება ეს გადაცემა. ნახევარი იქნება გივი, ნახევარი იქნება ალექსანდრე. კი ბატონო. დავიწყოთ ჩვენი მთავარი თემა. გივი, როგორია განწყობა ეხა ამ გამარჯვებების მერე და ავით რა წარმომიდგენია რომ შენი განწყობა უნდა იყოს ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ 29 წლის ასაკში აი ხალხმა აღმოგაჩინა რომ შენ ხარ საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორც გამთამაშებელი. კი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა ჩემ საკალათბურთო კარიერაში, მოულოდნელი ამავდროულად და რა ვიცი, მიხარია და რაღაც ცოტა თამაშების მერე რაღაცა არ მეგონა რომ ეს მართლა ხდებოდა, იმიტომ რომ ნაკრებში აღარ ველოდებოდი ნაკრებში გამოძახებას და ხო, ეგ კარგი რაღაც თქვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ შენი გამოჩენა ნაკრებს წაადგა იმ ხრივ რომ რა ვიცი ხა ასე თუ ისე მე რაც შემილია კალათბურთის შეფასება შენ მოგვეცი ის რაც ნაკრებს ჭირდებოდა. ეს არის ბურთის სწრაფი მოძრაობა და დრიბლინგი, რაც გამთამაშებლისგან ჩვენ სულ ჭირდებოდა. და საკმაოდ კარგი პროცენტით სამქულიანობის. საკმაოდ კარგი პროცენტით სამქულიანობის კი. კი, იმიტომ რომ მაგის შედეგი ის იყო, რომ ჩვენ ფინეთთან მეოთხედის ბოლოს ვხედავდით ასეთ ხუთეულს: გივი ბაქრაძე, თედ მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ხო, მე სასიამოვნო უნდა იყოს ამ გვარებთან ძირითად ხუთეულში მოხვედრა, რომელიც ფიქრობ არ განიხილებოდა თავიდან, ხო ესეა? კი. მეოთხედის ბოლოს ძალიან მეეჭვება, რომ მწვრთნელი ესე უშუალოდ თქვენ განგიხილავდეთ, ხო ესეა? კი, ნდობა იყო ნამდვილად. რაღაცა რა თქმა უნდა ყველა მწვრთნელი ბოლოს ეძებს, რომ ოპტიმალური შემადგენლობა იპოვოს და თამაშის განმავლობაში ეგრე გამოჩნდა, რომ ბოლოს რაც წარმატებულად თამაშობდით და ისე რაღაც შედეგი მოუტანეთ. კარგია. ან მართლა ძალიან მაგარი დებიუტი იყო. კიდე ერთხელ ვაღიარებ რომ დებიუტი იყო რეალურად. ფინეთში გაქვს ხო ნათამაში? როგორც ვიცით ჩვენ. რომელი გუნდი არ მაქვს სოგონდ ბოდიში? კორიკობრატი არის ესეთი გუნდი, უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ჯამში მაქვს 3 წელი ნათამაშები, 18 წლის ვიყავი, მაშინ გუნდი იყო ქვედა დივიზიონში, საშუალო გონი 15 წუთს იღებდი, როგორც 15-16 წუთი იყო. და შემდეგ უკვე 22-23 წლის ასაკში ორი სეზონი ზედიზედ ვითამაშე უკვე უმაღლეს ლიგაში რა. ძალიან კარგი. და რა მაინტერესებს, ანუ შენი სტილი, აი მაყურებელს მაგალითად ძალიან დაინტერესებს. ჩვენ დაახლოებით დავინახეთ შენ მოედანზე რას აკეთებდი. შენი სტილი დაახლოებით როგორია? ხო არიან შუტინგ პოინტები, არიან ფლოურ ჯენერალები და ასე შემდეგ. აი შენი სტილი დაახლოებით როგორია და სანამ სტილს იტყვი, ერთ საინტერესო კითხვა მაქვს. ესე იგი, ჩვენთან ჯგუფებში განხილვა იყო, რა სიმაღლის არის ეს კაცი? ზოგი წერდა 1.83-ია, ზოგი 1.80-ია. გითხარი ეს რა მხელა ხარ? ყველა საიზე სხვადასხვანაირად წერია რა. ანუ და გითხარი რეალობა. ნუ არის სადღაც 78 რა. 78 კი. ნუ 80-მდე. კი. მაგრამ ანუ ბოლო პერიოდში, ანუ აი კაი ხან 1.16-17 წლიდან უკვე აღარ ვამოწმებდი რა, იმდენად ტკივნეული ის იყო, საკითხი იყო, რომ თუმცა თავი მაგრამ ხო, ანუ აი 16 წლამდე ნაკრებში რო ვიყავი, საიძე მეწერა 1.85 და ნუ რაც
10 სანტიმეტრით მაღალი არის და სხვა ადამიანზე არის ლაპარაკი. არაფერი, მე მგონი დღესდღეობით კი, მაგრამ ანუ ნამდვილი არის 78. 75. სხვათა შორის ესე იგი მე ვწერდი რომ ეგრე იქნება მეთქი 78-80 თქო და ესე იგი მართალი ყოფილვარ. კაი, რაც შეეხება სტილს, ხო, სტილი, ანუ ბავშვობიდან ვიყავი უფრო ანუ სკორერი რა. ჩემ ხელებში, ჩემზე ერთ წლით უფროსებში რო თამაშობდი, უფრო აი ეგ სტილი მქონდა რა, რაზეც წვრთნელებს პრობლემა ქონდა რა ჩემთან იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც უკვე ასაკი თამაშები და სროლას უნდა მოვიდა. ანუ როდესაც უკვე ასაკი მოგემატება და თქვა უკვე ისეთი უპირატესობა აღარ გექნება, თქვა როგორც ეხა ბავშვებში და ასაკობრივ ჩემპიონატებში არისო, მე უკვე უნდა დაგჭირდება გამთამაშებლური ის რაღაცა მონაცემები და რა თქმა უნდა სწორეს მართალს მეუბნებოდნენ და რაც შემდეგ უკვე შემდეგ წლებში უკვე დავხვეწე ხო ნუ რაღაც დონემდე რა თქმა უნდა იმასთან შედარებით რაც ადრე თამაშობდი რაღაც უფრო დავხვეწე რა დაცვაზე რა სიტყვი ანუ როგორ აფასე დაცვა კი ყველაზე დიდი მინუსი ეგ არის რა მინუსი კი ხო ანუ ეხლა რავი ენთუზიაზმი გქონდა მე რასაც ხედავდი მონდომების გარეშე ხო ანუ აი ეგ იყო ჩემი მთავარი ის და ნუ მწნელებისგანაც მოდიოდა ის რომ ანუ დაცვაზე უნდა გამემახვილებინა განსაკუთრებით ყურადღება იმიტომ რომ ყველაზე უფრო დასახვეწი რაც გქონდა არის ჩვეულებრივი ამბავი რომ არიან მოთამაშეები რომლებიც არ თამაშობენ და არიან მოთამაშეები რომლებიც მაქსიმუმს ცდილობენ თუმცა ნუ ეხლა სწორად გამიგე ნუ ზოგს გაბარიტები არ ყოფნის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ანუ ზოგს ისტრაფი რა თქმა უნდა ეხლა ბევრი სტეფ კარი არ ვიცი დაკვირვები ხართ მაქსიმალურად ითამაშოს კარგი დაცვა და მაინც ჭირდება დაბალანსება, იმიტომ რომ არც გრძელი ხელები აქვს, არც ათლეტური არ არის და ვერ თამაშობს ტიპი ფიზიკურად. ისეთ დაცვას რომ კაი დამცველი აი დაცვაში მე ვთვლი რომ ანუ ჩემი უფრო პირატესობა არის აი რაღაცების წაკითხვა იმასთან შედარებით რომ თქვათ აი 1-1-ზე უფრო სწრაფ და ათლეტურ მოთამაშესთან off ball defense-ზე გაქვს საუბარი. off ball defense აი რაღაც როტაციებზე და იმებზე აი მაგის თამაში მსიამოვნებს ვერიქით და ანუ ყველაზე დიდი მინუსი არის აი ალბათ ეგ რომ აი თქვა ჩემზე უფრო ისეთი უფრო ფიზიკური თქვა გაბარიტებით უფრო დიდ მოთამაშესთან უფრო ეგ მინუსი მაქვს რომ შენ ხარ რაღაცა გაშიფრე იცი აქ არ ვიცი თორნიკე შენ თუ დააკვირდი ეგ არის ეგ ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა ეხლა რის გამოც ჩემი აზრით ზუროსმა დაგაყენა იმიტომ რომ თედმაკფადენთან შერო ძირითადად გახარ, ესე იგი შენ off-ball-ზე. ანუ სისტემურ დაცვაში კარგად გამოსაყენებელია შენი. კი, მაგრამ და თან მაგ ორ თამაშშიც ის იყო რომ ანუ ვისაც ვიჭერდი, იმათგან პრობლემა არ შექმნია რა, ეხლა ფინეთთან ნუ მაინც და მაინც ყველაზე აქტიურ მოთამაშესთან პირდაპირ არ გაყენებდნენ ეს ერთი. ხო, მაყენებ და დავდექი, ანუ სასუსალინთან ვიდექი. ვისთან იდექი ბოდიში? სასუსალინთან ვიდექი. სტალინს რო ეძახდი მე ხო? სალინთან მომიწია რომელიც ის არის კი. ხო, მაგრამ ეს შენზე ბევრად დიდი იყო აშკარად რო ედექი. კი. და შემდეგ უკვე მე შვეიცარიასთან 9 ნომერი რო ყავდა თუ გახსოვთ კოვაჩი, მე მაგის დაჭერა მომიხდა და ну რაც შემეძლო გავაკეთე რა. ანუ ბევრი არის ჩემთვის დაცვა მაინც ეხა ყოველას არა აქვს ის მონაცემი რომ აი იმ ბიჭებივით ითამაშოს დაცვა იქ ხო რა თქმა უნდა მაგრამ ნუ რასაც იძახდი მონდომება რეალურად უმეტესი საქმე არ გამეკეთებინა მოედანზე არ ვინ გაგაჩერდა ხო რა მით უმეტეს ზუროსი მე მინდა რომ ხა იმდენი სამხულიანი არ ჩამიგდიო თქვა რომ ხო ნუ 2-3% იმდენი არ ჩამიგდია რომ სიტყვაზე დაცვაში რომ 2 ხო გქონდა სამიანი კი 2-დან ანუ ხო 3-ში 2 იყო პირველი და მე მეგონი 6-ში 2 მაგრამ ანუ ექსამიანები დაცვაში რო ისე არ მეთამაშა თქვა ექსამიანები საკმაოდ არ იქნებოდა რომ თქვა მოედანზე ყოფილიყავი რა მე მაგის მე მინდა რომ მაყურებელს მოუწოდო რომ კითხვები გამოვიშვით ხალხო ჩვენ კი უსვამთ კითხვებს მაგრამ გივი ბაქრაძე და ალექსანდრე ფევაძე დღეს იმიტომ ყავს რომ თქვენ ბევრი ინტერესი გექნებათ მათთან მიმართებაში და თქვენი ინტერესებიც უნდა დაგმოყოფილდეს და იყო კიდევაც რა თქმა უნდა ეს ინტერესი ქართველი გულშემატკივრების მხრიდან ხო ნუ ორი ასეთი დებიუტანტი რომლებმაც მართლა მაგარი შედეგები დადეთ იშვიათობაა რეალურად ახლა მოდი ნუ დავმალავთ ხო ანუ ყველას არა და მეორემაც ის მოგვიწია მჭირდებოდა და იშვიათობა არის და თან მოგვიწია ნაკრების დონეზე თამაში მაგას ვიძახი ყველა ქვეყანას არა აქვს მაგის ფუფუნება რომ აი ესეთ კრიზისულ სიტუაციაში როცა ძირითადი ბირთვიდან პრაქტიკულად 85% არ არის არ ყავს
და მოდის ეს 85% ახალბედების და უცებ ესეთ შედეგს ვიდებენ. აი ამ ფორმატზე რამდენჯერ როდესაც გადავედით ევრობასკეტის ის რაც შეიცვალა და ეს ფანჯრები დაწესდა ხო რამდენიმე ფანჯარა არის მაშინვე ანუ ვიფიქრე ის რომ ანუ ბევრ მოთამაშეს მიეცემოდა შანსი რა იმიტომ რომ რა თქმა უნდა სეზონის დროს მოხდებოდა ისეთი რაღაცები რაც ახლა მოხდა რომ თქვა აი ვიღაცა არ უშვებს მოთამაშეს ნაკრებში და ამის შედეგად ამისთვის თორნიკე შენგელიას უნდა უთხრათ დიდი მადლობა. კი რა თქმა უნდა თორნიკე შენგელია იყო ასე დონის კალათბურთელი და მინდა აღვნიშნო რომ თან ისეთ თამაშებზე ჩამოვიდა სადაც გადაწყვეტილი იყო ხო ბედი ანუ ნუ რეალურად ერთადერთი რეიტინგის ანუ ვიყავით რა 4 ჯგუფი არის ხო 4 ჯგუფი იქიდან ყველა თითო გუნდი არის რომელსაც გარანტირებული აქვს ხო იმიტომ რომ მასპინძელი და ჩვენ ისედაც გარანტირებული იმიტომ რომ მასპინძელი ვიყავით ანუ თავისუფლად შეძლო სიტყვაზე რომ ეთქვა რომ აი ხო რა მოგებული ანუ გადასრულებია და მიზანი რაც არის შესრულებულია მაგრამ ჩამოვიდა თამაშის მერე ეგრევე და 27-ში ითამაშა თან რეალთან როგორია და შვეიცარიასთან თამაშის დაწყებისთანავე ის ქონდა რა ქვია ინგლისურად არის კრემპსი რა ანუ რო გეკვანძება რა ფეხის იმიტომ რომ დატვირთვის გამო და შემდეგ მაინც გააგზავნა რომ დაიძაბა თამაში რა ორი კითხვა მაქვს ეხლა მე შენთან პირველი რომ ლოგიკური კითხვა რომელიც მაყურებელს ალბათ გაუჩნდება აი ასეთ გლობალურ ასე ვთქვათ დონეზე თამაშის შემდეგ ხო არ ყოფილა ისეთი ინტერესი შენს მიმართ თუნდაც უცხოური გუნდებისგან რომელიც აქამდე არ ყოფილა რაიმე მსგავსი არ ყოფილა არა ჯერჯერობით არაფერი არ ელოდები იდეის დონეზე მაინც ნუ ლოგიკური არის რომ შეიძლება იყოს ხო ესეა ხო ნუ მოლოდინი რა თქმა უნდა გექნება კარგი და ერთ მეორე კითხვა ბოდიშ თორნიკე ამას ეს უნდა კითხოთ აუცილებლად NBA-ის საყვარელი გუნდი და საყვარელი მოთამაშე მაინტერესებს ძალიან შენი. მე ეხლა მიმდინარე ჩემპიონატში ანუ ბოლო წლებში ლებრონი და სადაც ლებრონი არის რა. ნუ ამ შემთხვევაში ლეიკერსი ტვინი გავუგურებთ მაყურებლებთან, მაგრამ ხალხო ჩვენ გვიხარიათ იმდენი წელია ლეიკერსის ფანები ვართ. კი ბოლო წლებში სადაც ლებრონი არის იქ რა. ანუ ლებრონის პერსოფანი ხარ ესე გავუგებთ. ეხლა კი, მაგრამ ნუ თავიდან პირველი, აი როგორც ხა ძირითადად ხო ჯორდანი იყო ყველასთვის, ჩემთვის იყო კობი და აი გენაცვალი, აი როგორ ველოდები ჩვენი ეპოქის კობი იყო პირველი თამაში იყო, საერთოდ რასაც უყურე იყო 2000 წლის ფინალები, ნახევარფინალები რა, ლეიკერსი პორტლენდი როცა იყო და მაშინ შემიყვარდა კალათბურთი და იმის მერე თან რა ფინალები უნახავს პირველი. მოდი აქვე ამ შეკითხვას მივაყოლოთ, ნუ NBA-ში რომ მოხვედრილი ყავიო, ჩვენი მაყურებელი ნიკა გვესაუბრება, რომელ გუნდში ისურვებდიო თამაშსო და ნუ კარიერ ჰაი რამდენი გაქვს კიდე? სად ვისურვებდი? ლოს-ანჯელესში ვითამაშებდი და ისე მაგათ გამთამაშებელი ეხა მოიყვანეს. ვიცხოვრებდი და ვითამაშებდი კლიპერში. არ უზუსტად გექნებოდა ცოტა ჭიდილი. აი კლიპერშიც ვიქნებოდი დიდი. კლიპერში შეიძლება ეხა დაგირეკო. გამთამაშებელი ჭირდება. ლოს-ანჯელესში. Career high გაგაკ ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა სად უნდა გეთამაშა. 42. რამდენი გაქვს? 42 ქულა ფინეთში. თან ფინეთში. ჩემ ხელებში რა. ანუ 15 წუთი არ იქნებოდა. არა, ჩემ ხელებში 18 წლის რო ვიყავი, თამაშობდი ჩემ ხელებშიც და მაშინც რა ქვია უმაღლესში. კი. უმაღლესში მაქვს 28. კი ბატონო. ძალიან მაგარი შედეგია, მით უმეტეს ფინეთი არა. კარგი კითხვა სვამს ლაშა მარტიაშვილი. ევროზე რო გავალთ 2022-ში, ხო? ევროზე რო გავალთ. შენი აზრით ხო ეხლა გასაგებია რომ ეს ილიას ზუროსის პრეროგატივაა, მაგრამ შენი აზრით გაქვს შანსი ხო რომ ითამაშო ნაკრების შემადგენლობაში და იმ 12 კაცში მოხდა. რას ფიქრობ შენ? აი კითხვა ეგ არის ხო ეს? ხო, თუ მიეცემა შანსიო, ინფორმაცია თუა ამაზე. თუ იქნება სრული შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კონკურენცია არის და კი ბატონო. ალბათ მაინც მოგიწევს კონკურენცია. ახლა ნუ ნაკრებში კონკურენცია არის. და ეგრეც უნდა იყოს. ხო, ეს აჩნია ნუ რამდენი გამთამაშებელს ხო, არა, რა თქმა უნდა, შენც სწორება უნდა გქონდეს ძირითადზე და ძირითადი გამთამაშებელთან კონკურენციაზე აუცილებლად რომ მიიღო შედეგი საბოლოო ჯამში კი თავის. აი კულისებში ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით. ეს უნდა ვახსენოთ. ბრუკლინ აკადემიაზეა საუბარი. სხვაშორის აი ამ კითხვის ფარგლებში შეგვიძლია მოვაქციოთ ნიკუშა სმიტი წერს. ჩვენო სუსტი ჩემპიონატი გვაქვსო და გუნდები ევროტურნირებზე საერთოდ არ თამაშობენო.
როგორ შეიძლება განვითარდესო ნაკრებიო და როგორ შეიძლება განვითარდესო ან ასე ვთქვათ განვითარებას რა შეხედავსო ანუ ჩვენი ქართულ კალათბურთელებზეა საუბარი რომლებიც აი აქ თბილისში და საქართველოში ასპარეზობენ ეგ ხო არის ერთგვარი ნუ უკვე დამტკიცდა რომ სუსტი ჩემპიონატი არ გვაქვს ჯერ აქედან დავიწყოთ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს ესპანეთთან შედარებით, მასთან შედარებით, იტალიასთან, ძალიან ტოპებთან და იმასთან შედარებით, თქვათ, როგორ რადონის ნაკრებიც ყავს, იმასთან შედარებით სუსტი ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ ლეგიონერებს გულისხმობ, ხო? ნაკრების ლეგიონერებს. აქედან ანუ მოდი ვთქვათ, რომ ევროპის დონისთვის შეიძლება დავარქოთ სუსტი ჩემპიონატი? ნუ ევროპის საშუალოზე ალბათ დაბალი. ხო, ოდნავ დაბალი, მაგრამ მე ვიძახი რადონის ნაკრებიც ყავს. ნუ ხო, ხლა კი სასულები ვინც არიან ხო, ნუ რადონეც გვაქვს და რა ისიც გვაქვს, რესპექტი გვაქვს ევროპაში, იმასთან შედარებით არა მარტო ევროპაში, ორი ბეჭედი გვაქვს ბოლო. კი, კი. აცტენა არის საკმაოდ დიდი, მაგრამ სუსტი ჩემპიონატი არ არის, ანუ აი ეს შეუიარაღებელი თვალისთვის სუსტი არის, მაყურე 20 კაცი არის, ანუ სულ მაყურეს მშობლები დადიან ჩემპიონატზე, თამაშებზე. ნათესავები და მეგობრები, ანუ როგორც თქვათ სიტყვაზე როგორი ისიც არის და დაინტერესება, მოდი ესე ვთქვათ. ბევრად უკეთესია მაგის. ბევრად უკეთესი არის რა. ეგ ანუ მაგალითი, ნათელი მაგალითი იყო ის, რომ ერთხელ მახსოვს 20 წლამდე ბავშვების თამაშზე წავედი რა და რაღაცა ისეთი იმით მივედი, რომ აი ნუ ერთი მოთამაშის სანახავად მივდიოდი და რატომღაც მეგონა რომ აი რაღაცა ისეთი თამაში იქნებოდა რა და მე მივხვდი რომ აი ანუ უმაღლეს ლიგისთვისაც შეიძლება ზუსტად ეგეთი ის კონდეს ვიღაცას რომელსაც საერთოდ არ წარმოუდგენია რადონე არის რომ მოვიდეს და თქვათ თამაშს უყუროს მიხვდება რომ არ არის ეს დაბალი დონე რა იმიტომ რომ ისეთი ლეგიონერები ჩამოდიან, რომლებიც მე მიდიან და მაგარ ჩემპიონატებში მაგრა თამაშობენ, რომლებიც აქ ვერ არიან ისეთი ხო, რომლებიც აქ არ არიან ისეთები, რომ თქვა აი ძალიან დომინირებდნენ რა. არა, ნუ გვაქვს უბრალოდ აი მართალს ამბობს გივიკო რა, ჩვენ ჩემპიონატს რაც აქვს თავარი პრობლემა, ეს არის ჰაიპის პრობლემა რა. კი. სერიოზული ჰაიპის პრობლემას მე მგონი თავის მხრივ კალათბურთელებმაც უნდა იმოქმედონ. ჰაიპის პრობლემა უშუალოდ თქვენ პრეროგატივას ცდება, მე ესე მგონია. ცოტა ზემოთ არის და მაგას ნუ შევეხებით ხა ჯობია. არა, ზოგადად გლობალურად ხალხშია ეს პრობლემა რა. ეხა ძალიან იცი რამდენად კომპლექსურია და ამ კომპლექსურების ნაირია წარმოიდგინე. აი სპორტის ძველ სპორტის სასახლეში რო იყო თამაშები, გაცილებით მეტი ხალხი დადიოდა. რატო? იმიტომ რომ ადგილი იყო ისეთი, რა ქვია, გაცილებით უფრო მეტი ხალხი იყო, აბრაზე იყო ყოველთვის, თქვა შაბათს რო რაღაც ტური იყო რომ თამაშები არის და იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და შემოდიოდნენ ხო რა თქმა უნდა შემოვიდნენ კალოდი კალათბურთს უყუროთ და ანუ ბევრ რაღაცაზე არის რა დამოკიდებული ეგ რა და რა თქმა უნდა ჰაიპი კი ეგეც არის ერთ-ერთი ის რა ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს კალათბურთელების პრეროგატივაზე ცოტა მეტია ეს უკვე ცოტა მენეჯმენტის ამბავია და ამას ვერ განვარცხობთ კალათბურთელების ის იქნებოდა რომ თქვა აი თქვენ რომ აი ისეთ იმდენად დაბალი დონის მოთამაშეები არიან რომ ყურება არ ღირს თუ ეხლა გინდა რომ მოვიდეს და ესა ნახოს ლეიკერსის დონის თამაში რა თქმა უნდა არ არის ევროლიგაში ვერ ხო მაგრამ აი ეგ პრობლემაც არის იმდენად ბევრი გარკვეული არ არის კალათბურთში რომ თქვა აი NBA-ს ბევრი ვიცი ჩემ გარშემოც არიან რომ NBA-ს უყურე ევროლიგას ვერ ან ჩემთვის აი ეგ ნიშნავს რომ აი კალათბურთში ცოტა ვერ ერკვევი რა რომ კი ბატონო, აი ხა რა ეს რა ქვია, დღეს შენ და ფევალ საუბრობდით ბიჭზე, რომელმაც ხა წაგან გისმენდით 9-7-3-იანი ჩააგდო, ხო? ესე იგი ახალგაზრდა ბიჭიაო, არც მაღალი. ლეგიონერი. 9-7-3-იანი თუ ჩავარდა, ეს აყურებელია. კი, ორი ტურით ადრე ოლიმპის ერთ-ერთმა მოთამაშე ამერიკამ 9-3-იანი ჩააგდო. ანუ ეგ ისეთ ხშირად არ ხდება, მაგრამ ნუ ჩვენ ხა All Stars ვერ ვიხილავთ, რა თქმა უნდა, სუპერლიგაში, თუმცა ნუ იცი რა არის გვაქვს იმის ბაზისი რომ მივიდეთ და ასე ვთქვათ პოპულარული გავხადოთ ხო ესეა აი მაშინ აი ბრუკლინ აკადემიაზე მიდით თქვი და მინდა რომ ბრუკლინ აკადემიაზე ძალიან კარგი წამოწყებაა და რამდენიმე წლის წინ ანუ ესეთი დამება და აზრი რომ უცბად მომიდა რომ თქვა დამეწყო რაღაცნაირად ახალგაზრდა მოთამაშეები ვარჯიში რომ დავხმარებოდი 10 წლის 11 წლის 12 წლის ბავშვებს თქვათ ვარჯიში რომ რაღაც ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და მოხდა ისე რომ ჩემ მეგობარსაც იგივე აზრი გაუჩნდა მას აქვს ბრუკლინში აკადემია საკალათბურთო და გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა ახლა ფილიალი ანალოგივით რა და
გაზაფხულისთვის უკვე იქნება მზად დარბაზი და ვიწყებთ იქნება სრულფასოვანი აკადემია და ჩემი აზრით აი წეღანო თქვით რომ როგორ უნდა განვითარდნენ ბავშვები ეს არის საკალათბურთო აკადემია რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესი რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება ასაკობრივ ჩემპიონატებში მე მგონი უკეთესი იქნება ბავშვებისთვის და ბაქვე შეგახსენებთ რომ 53 სკოლა კალათბურთი ვისაც გვითამაშია ყველამ კარგად ვიცით ეგ სკოლა და ეგ დარბაზი და 53 სკოლის დარბაზში კეთდება ბრუკლინ აკადემია და გაზაფხულიდან როგორც ვიყო თქვა აი ეგ არის რა ვიცი ერთი ძალიან კაი ტრენდი დაფუძუნდა საქართველოში ეს არის ინდივიდუალური წვრთნელი რომელიც გვაკლდა და მათ შორის არის ეგ ზაფხულში კალათბურთელების ინდივიდუალური მომზადებაც იქნება ზაფხულში აი თუნდაც პიკაპ გეიმებისთვის რო პიკაპ გეიმი ხა იცის მაყურებელმა რაც არის და აღარ განუმარტავ დარბაზში ხო შემოგვიშვებთ ხოლმე აი რა თქმა უნდა ჩვენ ძმაო ეხა ანარქიას ხალხი ვართ უნდა შემოგვიშვათ მოდი ეხა ტრადიციებს არ უღალატოთ ქართველები ვართ და ტრადიციები გვიყვარს და ტრადიციულად შენი all time სუბიექტური ხუთეული გამოვისი თავისი სუბიექტურსაც უნდა გითხრა და სიქსმენითაც სუბიექტურსაც ვიტყვი და ობიექტურსაც. ობიექტური ანუ როგორ იცი, ანუ აი თქვათ მე სუბიექტურს გულისხმობ იმაში, აი მე ვისაც ხომაგობ, მაგრამ ნუ ეხა ისეთ კაცად დავასახულებ ამ ობიექტურში, რომ ისიც უნდა თქვა, რომ მეორეში იქ ჩავაჯინო რა ის კაცი. ანუ ოკეი. აბა მე გისმენთ. პირველ ნომერზე ვაყენებ აივერსონს. ალენ აივერსონი. მეორეზე კობის. ო მესამეზე ვაყენებ ლებრონს გამიკვირდა რომ ხო რატო მესამეზე ვაყენებ ლებრონს სუბიექტურზე ხო კი და რა ობიექტურობისგან რამე შორია ეხლა არა გოგიშბოდიში არა შემეშავ ლებრონს ვაყენებ 4 ნომერზე 4-ზე და 3-ზე ვეიტს ვეიტი 3-ზე ნუ ანუ აქ იმდენად 2-ზე და კობი 3-ზე ხო იმდენად ეგ იმაზე არ არის რა რა ქვია პოზიციების მიხედვით და მე-5-ზე შაკი რა შაკი და მე-6-ე მოთამაშე მე-6-ე მოთამაშე ნუ ჩემთვის საყვარელი ყოველთვის იყო ყველა დროის ჯინობილი. ჯინობილი, ოკეი. რა თქმა უნდა და მწვრთნელი. მწვრთნელი ფილ ჯექსონი. ფილ ჯექსონი. ამას უნდა მოგიტყვა ეს მუშტი ფილ ჯექსონი ძალიან მიხარია. ან არაფერი არ აქვს ამ 6-ეულს 7-ეულს უფრო სწორად სიშორე ხო ობიექტური ამ ვეიძე და იმზე იმიტომ დავიბენი რომ სუბიექტური და დამავიწყდა რომ აი ეხა იცი რა არის ეს არავის დაუყვია ჩვენ სტუმრებს შორის სუბიექტური ობიექტური და აი ხა მაინტერესებს ობიექტური თან მაინტერესებს ობიექტური აი ძალიან საინტერესო იქნება რომ ამ ბოლო წლებში დავაფასე რაღაც დავიწყე ამ მის დროს რა ქვია каранტინების და იმის პერიოდში ძველი თამაშების ყურება და ძალიან მას ვქენი რა ქვია აღმოვაჩინე რა მაგარი იყო აიზია ტომასი დეტროიტ პისტონსის კი ბატონო დროინდელი აი ბოდიში ერთი მინდა შევახსენო მაყურებელს როგორ ხოლმე სეხნიები დღევანდელი და ის არის აიზია ეს არის აიზეია ანუ არ არიან სეხნიები ხო და არც მამაშვილი და არაფერი მსგავსი. ხო, ნუ ის ლეგენდა იყო რა და აი ბოლოს რო გამოვიდა ჯორდანის დოკუმენტური, მაგ დოკუმენტური და ყველაზე უფრო ახალი სიახლე, აი მაგ კაცზე იმას ვქენი, რომ რამდენად დიდი იყო და როგორ ამწარებდა ეს 85 ანუ კრისპოლზე გაცილებით მაღლა. იმიტომ რომ ამ ხელა, ანუ სიმაღლის მოთამაშეს რო ამ ხელა უპირატესობა ქონოდა მეჯიკებზე და ბერდებზე და ჯორდანი სანამ ჯორდანი არ გახდა ნუ ჯორდანზე მაგას ნაკლებად ქონდა უპირატესობა მაგრამ კი როგორ ბერჯერ როგორ ჯორდან რულსი კი ჯორდან რულსი უპირატესობა და არა იზეა ტომასი ჯორდან რულსი ყველას ლეწავდა იმ პერიოდში მაგრამ ნუ ეს უგებდა რა არა ეს არის ჯორდან რულსი შეიმუშავა დეტროიტ პისტონსმა ზუსტად იმისთვის რომ ჯორდანი გაეჩერებინათ სკოტი პიპენიც კი ყავდათ დატოვებული სასრულ სიტუაციაში ცარიელში სკოტი პიპენს რო ტოვებ წარმოიდგინე ის რამდენად ცხოველია რომ იმის დაჭერა გიწევს ხო ჯორდანი ანუ მე მაგაში ვერ დაგეთანხმები სწორად გამიგე მესმის შენი პოზიცია მაინც სუბიექტური ვიქნები მან დაიზია ტომასი კი არ იყო გამსაზღვრელი ჯორდან რულსი იყო გამსაზღვრელი რომ ჯორდანზე შეიძლება რამე დომინაცია ქონოდა დეტროიტ პისტონს აი ამაში მინდა ჩემი აზრით დავაფიქსირო უბრალოდ ორ ნომერზე ჯორდანი 3-ზე ისევ ლებრონი
4-ზე Tim Duncan-ი, აჰა. იმიტომ რომ Tim Duncan-ი მაგას ვამბობ, რომ Tim Duncan-ი ყოველთვის არ მომწონდა, იმიტომ რომ Lakers სისხლს შრობდა იმის მიუხედავად, რომ Lakers-ი მაინც იმ პერიოდში დომინირებდა, მაგრამ ის აქედან ნუ თუ ვინ უნდა თქვა Tim Duncan და ისედაც კრიპტონიტი იყო Lakers-ის, ნუ საბოლოოდ დეტროიტი აღმოჩნდა, მაგრამ და ხუთზე ისე შაკი რა. კი, შაკი. ეხლა მაინტერესებს აი ამ გუნდის სათამაშო სტილის ობიექტური რადგან არის და ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ. ლებრონი და ჯორდანი სადაც არის იქ, ანუ აი ხა ჯორდანი და აიზეა როგორ უნდა ათამაშო ერთად, ხა ცოტა გამიკვირდა. ნუ მაშინ რომ ხასიათები რომ ტრობენ ერთმანეთთან. ნახე მან არა, ნუ ეხლა მაგივებს ხო, ერთად რო იქნებოდნენ, ისე აღარ ინტრებდნენ და შუღლი აღარ ხო, მაგ შუღზე არ მაქვს ეხლა გათვლა. ჩვენ დათმობდა. თუ არავინ. მაგაზე არ მაქვს გათვლა რა. ბურთს მაინც ეხა ალფა. ანუ ეგ არც ის ხუთეული არ არის თქვა ჩემთვის, რომ აი მე ვის ვათამაშებდი, ანუ აი მაგარი ანუ აი ჩემთვის არის ესენი, ანუ ყველა ისეთი რა. მოდი ობიექტური რომ გამოვიდეს, ჩემი აზრით, ეგ ხუთეული დავასახელოთ რა დროს იცი? Play-off-ის მეორე რაუნდიდან. Play-off-ის მეორე რაუნდიდან უკვე ბალანსზე მეტად ინდივიდუალიზმი ჭარბობს. ამიტომ აი მან უკვე ობიექტურობასთან საკმაოდ ახლოს არის. პარემ წვნელის ვითხარი მე-6 კაცი და ნელა გავიდეთ ბოლოში. ხო, მე მგონი არ გაუჭირდებოდა მაგ ის რა. ჩვენ მე მგონი აქ ჯინობილის ლოგო უნდა დავაყენოთ. უნდა დავაყენოთ. ბევრი იძახის ხო, Six-Man-ზე ჯინობილი. ხო, მაგრამ მარტო ხო, იმიტომ რომ თან მოთამაშეც კი ბატონო. მაგარი საოცრება იყო რა სხვა. ერთ-ერთი საუკეთესო არა ამერიკელი მოთამაშეა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევით. ცოტა ხანში უახლოეს მომავალში მე უკვე ბიჭებო ცალ-ცალკეც უნდა გვესტუმროთ აუცილებლად. კიდევ უფრო უნდა აწიოთ თქვენი ჰაიპი რომ კარგად გემრიელად 1 საათი ვიჭორაოთ. თქვენს კარგად გვეხმარებით და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჯერ სათხარ ჩვენ როგორც კი ჩვენსას ავუკრებთ მე კიდევ უფრო მეტი იქნება. აი სიამოვნოა კალაბურზე საუბარი რა. შენ რო თქვი რომ ევროლიგა ის ბოდიში სუპერლიგას უნდა მიეხედოსო აი ხალხზეა დამოკიდებული ხალხო თქვენგან უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი ჰაიპი და ჩვენგან რაღაცნაირად ჩვენც წავეხმარებით. ხელშეწყობა აუცილებლად იქნება სუპერლიგის მიმართ. ჩვენს ვეცდებით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი წარმატებები შენ. დიდი მადლობა ასევე.